არჩევნებზე აქტიურობა ძალიან მაღალი იქნება. მაგრამ ჩვენთვის ეს არაფერს არ ცვლის. მოდით პირდაპირ მითხარით, აი აქ ვინც ახლა ჩეკრებილი, რამდენად გამოგიშვათ თქვენი დასაქმებელი ორშაბათს დღეს, იმიტომ რომ საქართველოში არჩევნები მაქვს. და აი ეგ არის ყველაზე, ეს არის უგუნურობა, სახელმწიფოს უგუნურობა. პრეზიდენტი რომელიც ვალდებულია დაიცავს ყველა მოქალაქის, მისი პარტიულობის მიუხედავად, დაიცავს ყველა მოქალაქის ინტერესს. სამუშაო დღეს აცხადებს არჩევნების დღეს აცხადებს ორშაბათ დღეს. გასმიკეთებელი ელჩები ეს სოციალისტში რომელსაც ვინახავთ ჩვენ, თითოეული ჩვენის გადასახადიდან, რომელსაც თქვენ ორჯერ ინახავთ, იმიტომ რომ ერთხელ 10 ხით გადასახადებს, როცა მოდიხართ საერთოში რამე საქმეს და მეორე თქვენი გაგზავნილი სახლის ფული. სახში რაზეც გაგზავნით, საწოლ სიხული ხო? იქ იხარჯება, ხალხო, იმაში ხო დეღეგეცინებს სახელმწიფო სულწება. იმაში ხო მოგებას ნახულობთ, ჩვენაცა მაღაზია, რომელიც ასევე მოგების გადასახადია. და ეს არ არის პატარა თანხა. 2011 წელს საბერძნეთიდან ჩავიდა 1,300,000,000 ევრო. ეს არ არის პატარა თანხა. 1,300,000,000 ევრო 2011 წელს. მინიმუმ რამდენი ოჯახმა გაიტანა თავიდან, მინიმუმ რამდენი ოჯახი ჭამს. სხვაზე არ არის ლაპარაკი. თქვენ ხო საჭმლის ფულს აგზავნით. თქვენ ხო არ აგზავნით იქ თვითონების და დროსტარების. აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. და თქვენზე არავინ არ ფიქრობს. ჩვენზე არავინ არ ფიქრობს. არავის არ აინტერესებს. ჩვენ ვართ ქცეული ფულის საჭრელ მანქანებას. აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და მოდით რა, ერთად მივმართოთ საელჩოს, რომ მათი ვალდებულობა თქვენ აგიხსნათ თქვენი უფლებები და ასევე სწორი ინფორმაცია მიაწოდოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად მთავრობას. ის არის სახელმწიფოს წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკაში. ამიტომ სახელმწიფოს წარმომადგენელმა თავისი მოქალაქეების ჭირვარა მე მგონი უნდა იცოს. მაგრამ ყურადღებისათვის